დღეს მინდა გაგიზიარო სააღდგომო პასკა კრაფინის რეცეპტის ვერსია ლიმონის ქურდით. თანაც ასე პირველად ვამზადებ და ერთად ვნახოთ და შევაფასოთ რა გამოვა. იქამდე 2 სიტყვა თავად კრაფინზე. ჩვენს რეალობაში კრაფინი ასოცირდება აღდგომის დღესასწაულთან და პასკასთან. სინამდვილეში კი კლასიკურ კრაფინს მიახლოებითაც კი არ აქვს საერთო არაფერი სააღდგომო პურთან ან თემატიკასთან. ფორმას თუ არ ჩავთვლი. კლასიკური კრაფინი მარტივად რომ თქვა არის ფორმაშეცვლილი კრუასანი, რომელსაც შემდეგ აცხობენ მაფინის ფორმებში. სახელიც აქედან მოდის კრუასანი და მაფინი, კრაფინი. კლასიკური კრაფინი სამშობლოდ ითვლება ავსტრალია, კერძოდ კი ქალაქი მელბურნი. კიდევ უფრო ზუსტად კი საცხობი ლუნ კრუასანტერი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კრუასანებსა და ფრანგულ ცომებზეა ფოკუსირებული. მათ საიძეც კი მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ მათი საქმიანობა კრუასანების შექმნას ეძღვნება. მოკლედ, სწორედ ლუნ კრუასანტერის დამფუძნებელს და შეფ-კონდიტერ ქეით რიდს ეკუთვნის კრაფინის იდეა, რომელიც ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად 2013 წელს შეიქმნა. კლასიკური კრაფინი არის გადახვეული კრუასანის ცომი, როგორც უკვე ვთქვი, რომელსაც აცხობენ მაფინის ფორმებში და შემდეგ ავსებენ სხვადასხვა კრემებით და ჯემებით. ბევრიც ფიქრობს, რომ კლასიკური კრაფინი ამერიკულია და ამაში არის ლოგიკა, რადგან სწორედ ამერიკაში გახდა ის განსაკუთრებით პოპულარული. სან-ფრანცისკოში ცნობილი საცხობის მისტერ ჰოლმს ბეიქჰაუსის წყალობით. ამერიკულმა მედიამ და ქალაქის საცხობმა კრაფინი ფართო აუდიტორიისთვის ტრენდად აქცია. 2015 წელს კი საცხობიდან მოპარული რეცეპტების გახმაურებულმა ამბავმა, სადაც გავრცელებული ცნობებით საცხობიდან წაიღეს მხოლოდ რეცეპტების ბაინდერები. მაშინ, როცა ფული, ტექნიკა და სხვა მატერიალური ღირებულების ნივთები ხელუხლებელი დატოვეს. კრაფინს მითიური მიუწვდომელი გასაიდუმლოებული სტატუსი შესძინა. საიდუმლო რეცეპტის მქონე განსაკუთრებულ პროდუქტად იქცა. სწორედ მოვლენების ეს ჯაჭვი საზოგადოებრივ აღქმაში ამყარებს წარმოდგენას, რომ პროდუქტი ამერიკულია. სააღდგომო კულიჩის ვერსია კი არის კლასიკური კრაფინის და კულიჩის ჰიბრიდი, რომელშიც თავიდან ბოლომდე შეცვლილია ცომის ბუნება. ესეც ბოლო წლების ძალიან გავრცელებული ტრენდია. ერთგვარი ინტერპრეტაცია. ენთუზიასტმა კულინარებმა მოიფიქრეს კულიჩის ცომის თხლად გაბრტყელება, შიგთავსის დამატება და ხვეულას გაკეთება. შედეგად კი მივიღეთ კულიჩი ან პასკა კრაფინი, რაც აღდგომის დღესასწაულთან ასოცირდება 2015-2016 წლებიდან. მოკლე შეჯამება რომ გავაკეთო, პასკა კრაფინი არის წმინდა წყლის ინტერნეტ ტრენდი, რომელიც ბლოგერების საშუალებით გავრცელდა და დამკვიდრდა. მადლობა მათ ამისთვის. ახლა კი მოვამზადებ ჩემს ვერსიას. პირველ რიგში შევურიე შაქარი, საფუარი, ფქვილი და თბილი რძე და გადავდე გვერდზე საფუარი, რომ გააქტიურდეს. მიქსერის თასში მოვათავსე კვერცხი, შაქარი, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა და მიქსერის ცომსაზელის დახმარებით თავური ერთიანი მასის მიღებამდე. შემდეგ დავამატე გააქტიურებული საფუარი და 3 ეტაპად ფქვილი. ცომი დავამუშავე დაახლოებით 5 წუთით, შემდეგ დავტოვე 10 წუთით, რომ დაისვენოს. დრო რომ გავიდა, კიდევ მოვზილე 7-8 წუთი და ამის შემდეგ ეტაპობრივად დავამატე არაჟანი და კარაქი. ბოლოს სუნელები და კონიაკი. ცომი საკმაოდ წებოვანი გამოდის, ეს ნორმალურია. გადავიტანე ზედწასმულ ჯამში და დავტოვე, რომ ამოვიდეს. მასა მინიმუმ 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. სანამ ცომი ამოდის, მოვამზადე ლიმონის ქურდი. კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა და წვენი კარგად ავთქვიფე, შემდეგ კი დავდგი დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანე ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღე. როგორც კი მასა შესქელდა, გავთიშე ცეცხლი და ამის შემდეგ დავამატე კარაქი. ბოლოს მასა გავატარე ბადეში და ლიმონის ქურდიც მზად არის. ცომი კარგად ამოვიდა, გავანაწილე სასურველი ზომის გუნდები და დავიწყე კრაფინის აწყობა. ცომს ხელით მივეცი 4-კუთხედი ფორმა, კარგად გავიყვანე დაახლოებით 3-4 მმ-ის უნდა იყოს ცომის სისქე. გადავუსვით ხელიფენა კარაქი, შემდეგ ლიმონის ქურდი და ქიშმიში. ნაწილი ქიშმიშის გარეშე მოვამზადე და ბალანსისთვის ყავისფერი შაქარი მოვაყარე და ლიმონის გამომშრალი ცედრა. გადავახვიე, შემდეგ ჩავჭერი ხვეულა, როგორც ვიდეოში ჩანს. ქურდის გამო შიგთავსი უფრო სველია სტანდარტულთან შედარებით, ამიტომ ოდნავ უფრო რთულია ფორმის მიცემა. ჩავდე საცხობ ფორმებში და გავაჩერე დაახლოებით 2 საათი. დრო რომ გავიდა, შევდგი გამოსაცხობად წინასწარ გახურებულ ღუმელში მხოლოდ ქვედა წვაზე 180 გრადუსზე პირველი 10 წუთი. შემდეგ დავუწია 160 გრადუსამდე და ბოლო 10 წუთი ჩავურთე ზედა წვაზე. ჩემთან მთლიანობაში დიდ კრაფინებს დასჭირდა 1 საათზე ცოტა მეტი და ცოტა ზედმეტად მიმებრაცა უნდა ვაღიარო, საშუალოს კი 40 წუთამდე. ძალიან გემრიელი კრაფინები გამოვიდა. ლიმონის ქურდის დამატებით შიგთავსი გახდა ბევრად ნოტიო და არომატული. რა თქმა უნდა, კრემის მსგავსი ეფექტი ვერ ექნებოდა, ამას არ ცველოდი. უბრალოდ უფრო მეტად დაამძიმა და დამატებითი სასიამოვნო მომჟაო ნოტები შემატა. თუ ლიმონის არომატები გიყვარს, მაშინ მოგეწონება და გირჩევ მოვამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.